ყველას მინდა მოგიწოდოთ და გითხრათ, რომ ის რაც უდაბნოს გზაზე ხდებოდა ებრაელი ხალხის თავზე, პროტოტიპი არის ჩვენი სულიერი სulis. ქვეყნიერებიდან გამოვედით, ისინი ეგვიპტიდან გამოვიდნენ. Просто ჯერ ისინი გამოვიდნენ, ჩვენ გამოვედით ქვეყნიერებიდან. და ერთი რაღაც იყო, იქ ბევრი რამ იყო ჩვენთვის სასწავლებელი, რაც მათ თავს ხდებოდა, ჩვენთვის დღეს სულიერი სწავლება არის. ამის ერთი რაღაც ჰქონდათ მათ. ღმერთი უგზავნიდა საზრდოს. და ამ საზრდოს ერქვა მანა. არ შეიძლებოდა ორი დღის მოგროვება. თუ მოაგროვდნენ ორი დღის, იმას მატლები ესეოდა და ფუჭდებოდა. ვერ ჭამდი გუშინდელს. დღევანდელი გჭირდებოდა. დღევანდელისთვის უნდა გეშრომა. გასულიყავი დილით ადრე, მოგეგროვებინა და შემდეგ იმით გეცოცხლა და გესუნთქა. რას გვასწავლის ეს ჩვენ დღეს? ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელი ხალხი უდაბნოს გზაზე მე რაში მჭირდება, მე ჩემი პრობლემები მაქვს ბევრი იტყვის. არა, რაღაცას გვასწავლის ის, იმიტომ რომ რომაელთა 15-4 ამბობს, რაც წინათ დაწერილაო, ჩვენ სასწავლებლად არის დაწერილი. რას გვასწავლის? ისმინეთ ყურადღებით. როგორც ფიზიკურად ჩვენ გვჭირდება საზრდო, რომ ვიყო ჯანმრთელად და ყოჩაღად, ასე ჩვენ სულიერობას ჭირდება ისი ყოჩაღი და ჯანმრთელობა. ამიტომ ღმერთი გეუბნება, მოაგროვე საზრდო, მიიღე მანა სულიერი და ამას ქვია მაძიებლობა, როცა გადიხარ და ფიქრობ, ღმერთო მომეცი დღეს სიტყვა, მომეცი დღეს რემა, მომეცი რომ ის გუშინდელი ცუდია უკვე, თუ შეჭამ, გუშინდელმა შეიძლება გაწყინოს. იმიტომ რომ დღეს უნდა ღმერთს მოგცეს სიტყვა. ხვალაც დაჭირდება, ხვალაც დღეს იქნება და ღმერთს უნდა რომ მოგცეს სიტყვა. იცით, არიან ხალხი, რომელიც კოსმოსიდან გარიგებს. კოსმოსიდან იცი რა ადვილია და არიგო და მის ბედში არ შედიხარ, მის ცხოვრებაში არ შედიხარ, მისი ჭირი და სირთულე შენ არ გეხება, ამიტომ დაარიგე რაც შეიძლება მეტი. კორინთელთა წერილში ჩვენ ხედავთ მე-4 თავში, მე-15 მოხში, პავლე მოციქული პირველი კორინთელთა წერილია. კორინთელებს ეუბნება, ათასობით ჭკუის დამრიგებლები რო გყავდეთ, მამები ძალიან ცოტა გყავთო. იმიტომ რომ არის ხალხი რომ დაგარიგებს, მოკვდები თუ დარჩები, ის პასუხისმგებლობას არ იღებს ამაზე. მაგრამ თუ ღმერთთან ივლი, ყველა ვინც აი აქ ვართ, ყველას ჭირდება ზეციური მანა ყოველ დღე. ყოველ დღე გჭირდება ზეციური მანა. და უნდა ვთქვა ღმერთო, მე არ ვიცი ვის როგორი. შენ ჩემთვის გაქვს სიტყვა და მასწავლე მანის მიღება და ყვება ამით. რომ შენ უნდა მართო ღმერთო, შენ უნდა წამიძღვე, შენ უნდა მომცე ძალა, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე სულ სხვა მანას მომცემ ღმერთო, შენ სულ სხვას. შენ ჩემი მანა არ გამოგადგება, ყველას თავისთვის უნდა მოეგროვებინა, მეზობლისთვის არ აგროვებდნენ ისინი, ყველა თავისთვის აგროვებდა. ამიტომ შენი მანა, შენი სულიერი საზრდო იქნება და ნუ უყურებ სხვას, ის რო ასე იქცევა, ცით ჩვენ არ ვართ მიმბაძველების ხვების. თუმცა პავლე მოციქული ერთ ადგილზე ამბობს, რომ მომბაძეთ მეო, როგორც მე ქრისტეს, პირველი კორინთელთა 11-ის 1-ში ამბობს, რომ მომბაძეთ მე როგორც მე ქრისტეს. მაგრამ ეს იმას არ ამბობს, რომ რასაც მე ვაკეთებ, შენც იგივე გააკეთე. როგორც მე ვაგროვებ მანას გამოცხადებისთვის და ვიღებ სიტყვას, შენც მოაგროვე მანა შენთვის, შენი სულიერი ზრდისთვის და იცოდე. სულიწმინდა მოვიდა იმისთვის, რომ ყველას საუძლოს. იქ სადაც ადამიანები არიან, მოდი ასე ვთქვათ, ურჩევნია, მოდი პასტორმა მოაგროვოს მანა და მე შევჭამ. ან სხვა და მე მეყოფა რაღაც დროის მანძილზე. თუ გინდა რომ სულიერად განვითარდე, იცოდე რომ სულიწმინდა სულ შენთან იქნება და ყოველთვის აქვს შენთვის სიტყვა. თავარია მოусმინო. თუ გაიგონებ ჩემ ხმას, ყოველ დღე მიიღებ ამ სიტყვას როგორც რემას და გააკეთებ როგორც გითხარებ. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ჭკვიანი გამოჩნდება, რომ ეკრეკერ ეს უნდა გააკეთო. არავინ არ იცის შენ ცხოვრებაში სულიწმინდის გარდა რა როგორ უნდა გაკეთდეს. არ ჩემს ცხოვრებაში. იმდენი ჭკუის დამრიგებლები მყავს ხოლმე. მხოლოდ სულიწმინდას შეუძლია მოგცეს სიტყვა, რომელიც სიტყვაც შენ ცხოვრებას, შენს მის წინაშე სიარულს ემთხოვა. მე უნდა ვისაუბროთ საკითხს, მაგრამ ჩვენ მორწმუნენი ვართ. მორწმუნენი ბიბლიაამს აბრაამის შვილები არიან.
ორ ადგილს დაბადების წიგნში მოვიყვან უბრალოდ სამაგალითოდ. დაბადების 17-1-ში. ღმერთი ეცხადება აბრაამს და ერთ რაღაც ეუბნება: აბრაამ, იარა ჩემი სახის წინაშეო. იარა ჩემი სახის წინ. და წრფელი იყავ. მეც არაფერს არ გთხოვ. ჩემი სახის წინ იარა. ყველას გვეუბნება ღმერთი თუ მორწმუნე აბრაამის შვილები არიან, გალატელთა 3:26 ამბობს, თუ ქრისტესნი ვართ, მაშინ აბრაამის თესლი ვართ და აღთქმით მე მკვიდრენი. ჩვენ გვეკუთვნის, რასაც შეპირდა ღმერთი აბრაამს, მორწმუნენი აბრაამის შვილები არიან და აღთქმით მე მკვიდრენი. თუ ეს აღთქმები ჩვენ გვეკუთვნის პასუხისმგებლობაც. ადვილი და სამახსოვრებელია. დაბადების 17-1. იარა ჩემი სახის წინაშე აბრაამ. დღეს ღმერთი სხვა სახელს წვავს. ის სახელი ხვიჩა არის. ხვიჩა იარა ჩემი სახის წინ. და სრულყოფილი იყავი. ღმერთს რო ეგეთქო გულიც დამარტყავდა. იარა ჩემი სახის წინ და წრფელი იყავი, რა წრფელი იყავი. ვიცი რომ დაცემული ადამიანიდან მოდიხართ ყველა და როლები არ მეთამაშოთ ღმერთი ამბობს. წრფელი იყავი. მე ვიცი ყველა თქვენი სისუსტე და მე ვიცი ყველა თქვენი გამოვლილი გზაც და ყველაფერი. რასაც ღმერთი გვეუბნება იმას გავაკეთებთ და არა იმას, რაც ჩვენ გვინდა ან სხვა გვეტყვის. მაშინ მოდი ვიყოთ წრფელები და ვიაროთ ღმერთის სახის წინ. მეორე 24 თავი ასე მთავრდება და მოხუცდაო აბრაამი. ღრმად მოხუცდა და ყველაფრით ნაკურთხი ყავდა ღმერთს აბრაამიოს წელი. ყველაფრით. მას შვილებიც ყავდა. ბევრმა ის სარიცის აბრაამს რამდენი შვილი ყავდა? 8 შვილი ყავდა აბრაამს. კეტურასგანაც ეყოლა 6 შვილი. და ღმერთმა უთხრა: ერად გაქცევ, ერად აბრაამ. დიდი კურთხევებია ჩემს მოსმენაში, ჩემს დაჯერებაში, ჩემს მიყოლაში. ოღონდ იარე ჩემი სახის წინ. მოაგროვე მან, აიღე ჩემგან, ისწავლე ჩემგან და მე წაგიძღვები და ჩვენ ხედავთ ჩვენი წინაპრის ჩვენ ხო ხშირად ჩვენი мама папа, ჩვენ არ ჩვენი мама папа. მორწმუნეების мама папа აბრაამია, ისააკია, იაკობია, დავითია, სოლომონია, იოსებია და მოსე და კიდევ სხვები. ჩვენი წმენის გზაზე ისინი არიან ჩვენთვის ნიმუში და მაგალითები, ვისაც ჩვენ მივყვებით. ამენ. ამენ. მე ერთი მუხლი ძალიან მინდა რომ გულში ჩავემარხოთ ყველა ეს მუხლი. ბიბლია ამბობს ებრაელთა 4:12 რომ ღმერთის სიტყვა არის რომ მოქმედი ორლესულ מחვილზე ბასრიო. მოქმედი ნიშნავს რომ შიგნით ისე მოქმედებს რომ ზოგჯერ ტყუილს არ გათქმევინებს, ზოგჯერ გაგაწითლებს. თუ შიგნით ცხოვრობს, ის მოქმედებს და სადღაცას არ გაგიშვებს, რაღაცას გაგაკეთებინებს ისეც ის ცოცხალი არის და მოქმედებს. ზოგჯერ რო გაიხედა და მორწმუნეთა ცხოვრებაში არაფერიც არ მოქმედებს, ერთ რაღაცას უნდა მიხვდე. სიტყვა არ ცხოვრობს იქ. თორე ის მოქმედია. თუ სიტყვა ცხოვრობს, ის და არა ერთ სიტყვაში მე გულისხმობ მთელს ბიბლიის აზრს. ის ადამიანს სულიწმინდით მართავს. იმიტომ სადაც სიტყვა, იქ სულიც არის. იოანეს 14:17-ში წერია ქრისტემ სულიწმინდას უწოდა ჭეშმარიტების სული. იოანეს 17:17 ამბობს რომ შენი სიტყვაა ჭეშმარიტება. როცა ღმერთის სიტყვა შენშია, ჭეშმარიტების სული მოდის და დატრიალებს შენს გულში თუ სიტყვა ცხოვრობს და გულში ჩაიმარხეს, სულიწმინდა მოდის და მუშაობს სიტყვა და სული ერთად. სხვანაირად ღმერთი ადამიანებში არ მუშაობს. სიტყვა და სული მუშაობს ერთად. და თუ გახსოვთ ქრისტეს ნათლობა, როცა ბიბლია პირდაპირ ამბობს რომ ქრისტე გახდა, სიტყვა გახდა ხორცი, ხო? და დამკვიდრდა ჩვენ შორის. იოანეს სახარება მეორე თავის განხილვაში ჩვენ ხედავთ მე-9 მუხლი ქრისტემ რო დაინახა მისაკენ მომავალი იოან ათლისმცემლმა დაინახა მისაკენ მომავალი ქრისტე და ხმამაღლა დაიძახა, აი ღმერთის კრავიო, რომელიც იღებს კაცობრიობის ცოდვას. და მთლიანად ეს თავი ქვემოთ გვაჩვენებს რომ იოანე მიუთითებს, აი ღმერთის კრავი,
და შემდეგ ამბობს დავინახევ მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდაო და ვინც მე მომიწოდაო და დამაყენა სანათლაოდ მითხრაო ვისაც დაინახო მტრედის სახით გარდმომავალი სულიწმინდა ზუსტად ის იქნება ნათლისმცემელი სულიწმინდით ის მონათლავსო სულიწმინდა ცეცხლით ადამიანებს რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი სადაც სიტყვა იქ სული მოდის შეუძლებელია ქრისტესთან როგორც განხორციელებულ სიტყვასთან სულიწმინდა არ მოსულიყო იმიტომ რომ ისინი ერთნი არიან და ერთად არიან და უნდა გვესმოდეს რომ მე ვიღებ სიტყვას და უფალი შრომობს სულიწმინდით სადაც ბევრია სიტყვა იქ სულიწმინდის მართლობა იოლია ცხადია ნათელია რატომ არის ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი და ვერ ადამიანებს ვერ მართავს იმიტომ რომ სულიწმინდა არ მოქმედებს იმიტომ რომ სიტყვა არ ცხოვრობს ადამიანებში თუ სიტყვა შევა სულიწმინდაც ახლოს იქნება და გვახსენებს ქრისტემ თქვა როცა მოვა სული ჭეშმარიტებისა ყველაფერს გაგახსენებთო რაც მე თქვენში ჩავდე იმ სიტყვას გააცოცხლებს იმ სიტყვას მიგითითებს და აუცილებლად იცხოვრეთ ამ სიტყვის თანახმად რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი ერთი მუხლი არის წაღანაც როგორც თქვენ უმნიშვნელოვანესი მუხლი და მინდა რომ ვისწავლოთ მოსმენა როცა ვისმენთ ქადაგებას პირველი თესალონიკელთა 2:13 არის საზეპირო მუხლი პავლე მოციქული უხსნის თესალონიკელებს იცი რატომ მოქმედებს თქვენთან ღმერთის სიტყვა იმიტომ რომ ჩვენგან ნათქვამის სიტყვა რომელიც მოისმინეთო თქვენ მოისმინეთო არა როგორც კაცის სიტყვა არამედ როგორც ღმერთისო რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო თუ ახლა თქვენ უსმენთ ხუჩა რაღაცას ყვება რა თქმა უნდა შენში არაფერიც არ მოქმედებს მაგრამ ეს არ იყო კაცთაგან მაგრამ იყო კაცის მიერ ღმერთისგან როცა შეგიძლია რომ თქვა რომ ეს ადამიანი ღმერთისგან მელაპარაკება ღმერთი მელაპარაკება ამ ადამიანისგან და მიიღებს სიტყვას როგორც ღმერთისგან მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო ასე წერია რომელიც კვლავ აგრძელებს მოქმედებას კიდევ ერთხელ წავიკითხავ ეს არის პირველ თესალონიკელთა 2:13 საზეპიროებში გვაქვს ამისათვის ჩვენ შეუწყვეტლივ მადლობთ ღმერთს რომ თქვენ როცა მოისმინეთ ჩვენგან მოსმენილი ღმერთის სიტყვა პავლემ თქვა ჩვენ მოვიტანეთო ეს სიტყვა არ მიიღეთო იგი როგორც კაცთა სიტყვა არამედ როგორც ღმერთის სიტყვა და პავლე ამოწმებს რომელიც არისო ის ჭეშმარიტად ჩვენ არ მოგვიტანია ჩვენი мама პაპის და ვიღაცა ადამიანების სიტყვა ჩვენ მოვიტანეთ ღმერთის სიტყვა თქვენ მიიღეთ როგორც ღმერთის სიტყვა და ის არის ჭეშმარიტადო რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში მორწმუნენო როგორ მოქმედებს მიღებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დღეს მე ერთ საკითხს და ერთ თემას უნდა შევეხოთ თუ გინდა რომ ხედავთ რომ ღმერთის სიტყვა მოქმედებს შენში რადგან მოქმედი არის ღმერთის სიტყვა მაშინ ყურადღებით უნდა მოისმინო ეს სიტყვა და უსმინო არა რაღაც მეგობარს არა ნაცნობს უნდა უსმინო მე გიცნობთ ბევრი მიცნობთ თქვენ მაგრამ იცით რა ცუდია ნაცნობობა იესო ქრისტეზე წერია რომ მივიდაო ნაზარეთში და ვერანაირ სასწაული ვერ მოახდინა იმიტომ რომ ყველა იცნობდა ესო იოსების შვილი არ არისო ესენი მისი ძმები არ არიან მისი დები არ არიან კარგად იცნობდნენ მაგრამ საერთოდ ვერ იცნობდნენ და ვერ მიიღეს შინაარღვდელ შენდობა არ აქვს შესრულდა ეს ამიტომ რომ არ აღსრულდეს ასე ყოველთვის იჯექი და თქვა ღმერთო დამელაპარაკე მე კაცისგან რა თქმა უნდა ღმერთი ადამიანებს იყენებს კაცისგან ვისმენ მაგრამ შენი სიტყვა მინდა რომ შემეხოს შენი სიტყვა ჩადე ჩემს გულში და როცა მომზადებული ღებულობ ჩვენ მოვედითო პავლემ თქვა ღმერთი ხო არ მოვიდა მაგრამ მიიღეთო ის სიტყვა არა როგორც კაცის სიტყვა არამედ როგორც ღმერთის და იმან დაიწყო მოქმედება თქვენშიო და არ გაძლოს საშუალებით რომ ღმერთი თავისი სიტყვით შიგნით სულიწმინდით ატარებს თავის სამუშაოს ამიტომ მოდით ნუ იქნებით თეორიის მიმღები ვიყოთ ცოცხალი ღმერთის სიტყვის მიმღები რომელიც მოქმედებს და ჩვენში აწარმოებს თავის სამუშაოს და ყველამ თქვენს ხმამაღლა ამენ მე უნდა შევეხო ერთ საკითხს რომელიც ვფიქრობ რომ ღმერთმა უნდა მომცეს ძალა და სიბრძნე რომ შევძლო თქვენ ამდის მოტანა არის ესეთი გამონათქვამი დავიბენი გაგიგიათ ეს გამონათქვამი მე მქონდა ერთი უდაბნოს გზაზე უდაბნოს გზა არის როცა ჩვენწმენის გზას მიყვებით მივდივართ აღთქმული მიწისკენ და
ერთხელ ღმერთო დავიბენი უკვე დავიბენი. ეხლა უკვე აღარ ვიცი რა, აღარ ვიცი უკვე. ქონიათ ეს მომენტი რომ ვერ ალაგებ რაღაც, აირია, თვითონ ღმერთი უშვებს რომ აირიოს და ვერ არქმევს სახელებს. რა ხდება, როგორ ხდება, რატო ხდება? და რა თქმა უნდა ღმერთი იმიტომ კი არ უშვებს ამას რომ ჩვენ დაგვაბნიოს და აგვაბნიოს. იმიტომ რომ სწორად დაგვანახოს რაღაცეები, რომ დავარქვათ საკითხებს სახელები და ბევრი რაღაცა ისე მივიღო და ისე აღვიქვათ როგორც ის არის. ამიტომ ხშირი იქნება გაუგებრობა, რომ ინტერესი გაგიჩნდეს, როგორც ვერ ვამბობ დღეს რომ შეკითხვა გაგიჩნდეს. ქრისტემ თქვა, გამოიძიეთ წერილები, იყავით დაინტერესებული, არის ხალხი უინტერესოები არიან. არა ინტერესებს, უინტერესო ადამიანი უდრის მკვდარია ღმერთისთვის. მაგრამ თუ ადამიანი დაინტერესებულია და აინტერესებს ეს რატო ხდება, ეს როგორ ხდება, ეს რა ხდება, ის ბიბლია პირდაპირ ამბობს, ღმერთი მის მაძიებლებს უზღავს. ებრაელთა 11:6. ქრისტემ თქვა, წყალს რომელსაც მე მივცემ ადამიანებს. იოანეს მეოთხე თავში როცა დედაკაცს ელაპარაკებდა ჯასთან, უთხრა რომ წყალი ეს არის პასუხი. როცა მიიღებ პასუხს, უკუნისამდე არ მოსწორდება ამას. ერთი სიტყვით, ერთ საკითხში კი არა, ბევრ საკითხებში მე თვითონ მქონია, რომ ავირიე. ავიბლანდე. რა ვიცი, როგორც კიდე თქვი. ვერ გებულობ. ღმერთო რა მინდა რომ ვიცოდე. არის პასუხი, უბრალოდ მე არ ვიცი. მაგრამ ებრაელებს ქონიათ ასეთი რაღაც. საიდუმლო. ორნაირი საიდუმლო არსებობს თურმე. მათ ქონდათ სიტყვა საიდუმლოს გამოსახატავად ორი სიტყვა. პირველი საიდუმლო, ჩემთვის საიდუმლოა იმ ფარდის უკან რა ხდება. თქვენთვისაც. იმიტომ რომ აკვზივარ ჩვენ. იმ ფარდის უკან რა ხდება? აი საკვირაო სკოლაში ორ ნაბიჯზე საკვირაო სკოლა. საიდუმლოა ახლა რა ხდება იქ. მაგრამ თუ ორ ნაბიჯს გადადგავ და გაწევა ფარდას და მიხვალ იქამდე საიდუმლო გახდება ცხადია. ეფესელთა მიმართ მე-5 თავის 32 მუხლში პავლე მოციქული ამბობს, დიდია ეს საიდუმლო, ეს სიტყვას ხმარობს. დიდია ეს საიდუმლო. მე ვლაპარაკობ იესო ქრისტესა და ეკლესიაზე. და აი აქ სიტყვას იყენებს საიდუმლო. შეგიძლია საიდუმლო აღარ იყოს შენთვის საიდუმლო და გაცხადდეს თუ კი ორ ნაბიჯს გადადგავ. ეს ძალიან სერიოზული თემაა. პავლე მოციქული ამბობს, მე ვლაპარაკობ იესო ქრისტესა და ეკლესიაზე. და ის იმდენად ფართო თემას ეხება, მაგრამ პავლემ თქვა, ეს ისეთი საიდუმლოა, რომ თუ კი შენ დაინტერესდება, თუ კი შეკითხვები გაგიჩნდება, ორ ნაბიჯს გადადგავ და მიიღებ პასუხს. აი მაგალითად საიდუმლოა, მიქაელ არხანგელი სად არის ამ წუთას. და ვერც ვერავინ ვერ გაიგებს ორასდროს თუ ღმერთმა არ ინდომავ საიდუმლოს გამხელა. და არის საიდუმლოებები, რომელიც არც კი უნდა გვაინტერესებდეს ჩვენ. და უამრავი შეკითხვა არსებობს ისეთი, რომელიც პასუხსაც ვერ გაიგებს, საიდუმლოდ დარჩება. მაგრამ არის საიდუმლოებები, რომელიც საიდუმლოდ რჩება მხოლოდ მარტო იმიტომ, რომ ვიღაცამ არ ეძია ის. და თუ მოვძებნით, აუცილებლად ვიპოვეთ. ქრისტემ თქვა, ვინც ეძებს, მათეს მე-7 თავი, მე-7 და მე-8 მუხლები, ვინც ეძებს, ყველა პოულობს. ვინც აკაკუნებს, გაეღება. ვინც ითხოვს, მიიღებს. ყოველი ასე წერია, ყოველი ვინც აკაკუნებს, ყოველი ვინც ითხოვს, ყოველი 8 მილიარდი ადამიანიდან ყველა მიიღებს იმას, რასაც უფალი ამბობს ხოს და ამინს. ამინ. მაშასე, ჩემთვის საიდუმლო იყო ეს თემა, რასაც ვეხები რა ყველა შესავალი აქვს რა. და ძალიან რთული არის მისი გადმოცემა, გადატანა. ცით როცა ვერ გებულობ, სულ არ ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდია. პირიქით, რაღაცა ძალიან სერიოზული და კარგია დამალული. იმიტომ რომ ქრისტემ ერთხელ ასეთი ხმამაღალი შეძახილი თქვა, ჰეი მამაო, შენ დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან და განუცხადე ჩვილებს. დაფარე ეს ბრძენთა და გონიერთაგან, ჭკვიანებისაგან დამალულია, მაგრამ ჩვილებს განუცხადე და შენ შვილებს მიეცი გაგება იმისა, რასაც ვერ მიხვდებიან ისინი. ამიტომ ღმერთის გზები, წნარო თქვით, რომ შენი გზები გახდეს ჩემი, რაღაცა საინტერესო და უცნაური გზები არის ღმერთისა. ამიტომ მაძიებელი სული ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ ადგილს წავიკითხავ პეტრეს წერილიდან, ეს არის მეორე პეტრეს მე-3 თავის მე-16 მუხლი.
პავლე მოციქული ესეც საზეპიროებში გვაქვს ბიბლიის სკოლაში. პავლე მოციქულზე ყვება პეტრე მოციქული. როგორც ყველა წერილებშიო, როგორც ის ლაპარაკობსო ამის შესახებ, რომლებშიც არის ზოგიერამ ისე ძნელად გასაგები, რომ უმეტს არ და მიამიტნიო, რომ ვერ გაიგეს რას ამბობდა და რას გულისხმობდა, სხვა წერილების მსგავსად წმინდა წერილებს საკუთარი თავის დასაღუპავად აქცევენო. კითხულობს და სხვა რამეს გებულობს. არ და სხვა რამე იგულისხმებოდა. მინდა რახან ამ საკითხს ვეხები. საკმოციქულთა წიგნში მერვე თავში 30-31 მუხლებში ჩვენ ხედავთ ფილიპეს, რომელიც შეახტა ეტლს, რომელშიც იჯდა ერთი კაცი ეთიოპიიდან. იერუსალიმში იყო ტაძარში თაყვანისსა და ბრუნდებოდა უკან და ბიბლია ჰქონდა გადაშლილი. და ღმერთმა უთხრა მიდი ეახლეო ახლა მას და ფილიპე ეახლა მართლმივიდა და კითხულობს ის. მაშინ ხო არ იყო თავები და მუხლები. რომ დახედა, რას კითხულობს? ისაიას 53 თავს. დამთხოვა, არაფერი დამთხოვა არ არის. და კითხულობს, ათვალწუნებული იყო კაცთაგან, ერთი იმათაგან ვისაც ვარიდებს და ეკითხება, კითხულობ, მაგრამ ის ეკითხება ჯერ ფილიპე. რასაც კითხულობ, გებულობო? და ძალიან საინტერესო პასუხი გასცა ამ პიროვნებამ. როგორ შემიძლია გავიგო ბიბლია? თუ მე არავინ ამიხსნის მას. შეუძლებელი არის ზოგჯერ ის საიდუმლოებები, რომლებიც დაფარულია შენთვის გაცხადდეს, თუ ვინმე არ აგიხსნა და ვიღაცამ არ დაგეხმარა მის გაგებაში. ამიტომ პავლე მოციქული ძალიან სერიოზულ თემებს ეხებოდა და ეს აი ზუსტად ამან ამბლანდა მე როგეთ და ამაში გავიხლართ რო იტყვიან ისე როგორც პეტრე წერს და ეს იცოდე მარტო მე არ დამემართა, შეიძლება შენს დაგემართა, ან დაგემართოს, ან კიდევ ბევრს დაემართოს კიდევ და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ვიცოდეთ ის რაც წერია, რომ ის კი არ გავიგო, რაც მე გავიგე, ის გავიგო, რაც თქვა მოციქულმა. იმიტომ რომ ზოგიერთები რო ვერ გებულობენ, წმინდა წერილებს საკუთარი თავის დასაღუპავად აქცევენ. შეიძლება ბიბლიით დაიღუპო თავი კი? ბიბლიის არასწორი გაგება დაღუპვისაკენ წაუძღვება ადამიანს. ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია მისი გაგება, სწორად გაგება. და როგორ გავიგო ეს კაცი ეუბნება, როგორ გავიგო ბიბლია, თუ არავინ ამიხსნის მე. ამიტომ მოდით ის თემა, რასაც მე დღეს ვეხები, დავიწყეთ და ძალიან მინდა რომ ყურადღებით მოვისმინოთ. ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ და ეს იმდენად მნიშვნელოვანი არის, თუ რაიმე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩათვალო, ყველაზე მნიშვნელოვნად უნდა ჩათვალო, ეს არის რწმენის გაგება მადლში. რწმენის გაგება მადლში. აი იმდენად რთული არის ზოგჯერ მისი გაგება, რომ დახმარება გჭირდება და მე შევეცდები დღეს, როგორც ღმერთის სული დამეხმარა წლების განმავლობაში, რომ ამ აბლანდულობიდან გამოვეყვანე, ყურადღებით მომისმენთ, რომ იქნებ შენთვისაც და სხვისთვისაც და იმათვის, ვისაც აბლანდულს ნახავ აუცილებლად, მიხვიდე და გამოხსნა. და კარგად გამოხსნა ნიშნავს, რომ დაეხმარო, რომ გაიგოს. თუ შენ თვითონ აბლანდული ხარ, და თუ შენ თვითონ გაუგებრობაში ხარ, რთული იქნება სხვას დაეხმარო გამოვიდეს იმ მდგომარეობიდან. გაუგებრობა ეს აზროვნებაში აბლანდულს და წარმოსახვას ნიშნავს. ერთი სიტყვით. თემა, რომელსაც მე ვეხები, ორ ნაწილად ჩამოვაყალიბე და მინდა რომ ეს გაგება მნიშვნელოვანი იყოს იმისთვის, თუ რა გვაქვს ღმერთისგან და რა არის ისეთი რომელიც ჩვენ ცხოვრებას დაეხმარება იმ საკითხების წინსვლაში და წარმატებაში, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება სამომავლოდ. მოდით პირველი, რაც უნდა გავიგოთ. ყველაფერი, რაც გადარჩენას ეხება, შეიძლება ჩამოწერო. რაც გადარჩენას, გამოსყიდვას, გამართლებას, ღვთისმშვილობას, მემკვიდრეობას, ზეცაში მოქალაქეობას. ჩვენი სახელები რო ჩაიწერათ სათავშინა და ყველაფერი ესენი ადამიანს ეძლევა საჩუქრად მადლით.
თუ ვინმე რაიმე შეეცდება რომ ეს მიიღოს, ვერავინ ვერ მიიღებს და ჯერ არც არავის არ მიუღია ადამიანთაგან და არ მიუღწევია ამისთვის. მიუღწეველი შეუფასებელი რამა, ბევრი ილტო და ჟულისა და მოსას ჟულისა და კანონების დაცვით იქნებ მიეღწიათ. გამხდარიყვნენ ღმერთის შვილები, იქნებ მიეღწიათ გამხდარიყვნენ მემკვიდრეები, იქნებ მიეღწიათ მათი სახელები ჩაწერილი იყოს სიცოცხლის სივრცეში, იქნებ მიეღწიათ რომ გამართლებულიყვნენ, იქნებ მიეღწიათ რომ გადარჩენილიყვნენ და ყველა მცდელობა ნოლით დასრულდა. ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ შეძლო. ვერც გადარჩენა, ვერც გამართლება, ვერც გამოსყიდვა, ვერც ღვთისშვილობა, ვერც მემკვიდრეობა და ასე შემდეგ და ღმერთმა რო დაინახა რომ ადამიანთაგან დაცემულ ადამიანთაგან რასას არ შეუძლია და ვერ შეუძლია და ყურადღებით მომისმენთ რომ არაფერი არ უნდა გააკეთო იმისათვის რომ ეს ყველაფერი მიიღო. ჩვენ ადამიანები ვართ. თავმოყარება გაგვაჩნია. ცხოვრებაში თუ რაღაცა მიგვიღია, რაღაცა გაგვიკეთებია მის სანაცვლოდ. იცით რომ ჩვენ ცხოვრებაში რაღაცას ვაკეთებთ, რომ რაღაცა მივიღოთ. და არაფერი გავაკეთო, რომ ყველაფერი მივიღო, აი ჩემამდე არ დადის, აი მე ღმერთო ჭკუაზე ხო არ უნდა შემშალოთ, რა გინდათ? ყველაფერს მივიღებ, რომ არაფერი გავაკეთო? ამინ. თუ ირწმუნებ, რომ მან გააკეთა შენთვის ყველაფერი. თუ ირწმუნებ რომ მას ისე უყვარხარ და ისე უყვარ ვარ მე რომ მან გადაწყვიტა რა კი ვერავინ ვერ აღწევს ამ საჩუქარს რასაც გადარჩენა ქვია გამართლება ქვია გამოსყიდვა ქვია ჩემ შვილად გახდომა ქვია ჩემ მემკვიდრედ რო გახდეს ვერავინ ვერ მიაღწია ამას წარმოვიდგინეთ რომ ეს არის დიდი რამ რასაც ადამიანი ელტო და მოსას ჯულის მიხედვით და ღმერთმა თქვა მიდით შეუდეხით საქმეს იქნებ ვინმე მიაღწიოს და ვერავინ ვერ მიაღწია ამიტომ ღმერთმა გადაწყვიტა მისმინე ყურადღებით ღმერთმა გადაწყვიტა რომ ყველაფერი ეს ჩამონათვალაც მე გითხარით მისი სიდიადიდან გამომდინარე. ეფესელთა წერილს თუ ავიღებთ პირველ თავს, მესამე მუხლიდან მე-13 მუხლამდე პავლე მოციქული განიხილავს, ღმერთმა რა გააკეთა, ვიცით? მოგცა ეს ყველაფერი თავისი მადლის დიდების საქებრადო. ეს ყველაფერი ღმერთმა გააკეთა, რომ მე იმდენად მიყვარხარ, რომ აი ამ შეუფასებელსა და მიუღწეველს საჩუქრად გიგზავნით. იესო ქრისტეს მეშვეობით. თავისი ძე გამოგზავნა და გითხრა, ეს საჩუქარი მაქვს შენთვის, მისმენეთ ყურადღებით. ჩვენ ბოლომდე ვერ გაგვიაზრებია რაზეა საუბარი. და დღეს მორწმუნენი აბლანდულები რა შეარენცით, რაღაცას აკეთებს რომ გადარჩეს. რაღაცას აკეთებს რომ დახსნილი იყოს. რაღაცას აკეთებს რომ ღმერთს მოაწონოს თავი. და ღმერთმა თქვა, ეს უკვე სცადეს და არავის არ გამოუვიდა და ვერავინ მივიდა შედეგთან. ამიტომ არაფერი არ უნდა გააკეთო რომ გამართლდე. რა უნდა გააკეთო? უნდა ირწმუნო რომ ის ამართლებს უღმერთოს. შენ თავს კი არ უნდა უყურო, მე რა გავაკეთო რომ მივიღო. ის რაოდენ შეყვარებული არის ჩემზე. აი ამას ქვია ზუსტად მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. მე რწმენა მაქვს ღმერთის რომ არაფრის გამკეთებელს ღმერთი საჩუქრად მაძლევს ისე უყვარ ვარ. ისე ზრუნავს ჩემზე რომ მან უკვე გადამარჩინა მე. ეფესელთა 2:8 ამბობს. მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. და მე-9 მუხლი ამბობს, ეს არაო თქვენგან და რა არისო? ქართულში წერია ასეთი, ეს ღმერთის ნიჭიაო. ნიჭი თითქოს მიანიშნებს რაღაცა ტალანტზე, რაღაცა შესაძლებლობაზე, არა რუსულ თარგმანშიც და თარგმანი რომელიც ჯანსაღ და სწორას გადმოსცემს ამას, რომ ეს არაა თქვენგან, ეს ღმერთის საჩუქარია. მისმენეთ, საჩუქარი განასხვავებს შენს თავში. რა არის საჩუქარი და რა არის საზღაური. ყველაფერისაც მე ჩამოვთვალე, არის საჩუქარი. საჩუქარი, რომელიც არ წაერთმევა მორწმუნეს. მხოლოდ სწამდეს, მხოლოდ სჯეროდეს, რომ მამას ისე უყვარ ვარ, რომ საჩუქრად გამომიგზავნა ყველაფერი. და რა არის საჩუქარი? ერთი ასეთი გამონათქვამი არსებობს რუსულში. ის გრязь в князи.
ტალახიდან და ცოდვიდან, დაცემული მდგომარეობიდან და კატასტროფული სიტუაციიდან, რომ შანსი არ მქონდა არანაირი და შესაძლებლობა მან გადაწყვიტა, მე ყველაფერი მინდა მოგცე, შენ არაფერი არ გჭირდება ამისთვის. ერთი რაღაცის გარდა დაიჯერე, რომ ეს მართლა ასია, ჩემი სიყვარული შენს მიმართ. თუ ჩვენ ვინც აგვზივართ, ახლა ამას დავიჯერებთ. და მე მინდა რომ მორწმუნეები კი არ გვერქვას ვიყოთ. თუ დავიჯერებთ, მაშინ ძალიან მხიარულები და ბედნიერები ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენ უკვე გადარჩენილები ვართ. მან მოგცა გადარჩენა, კი არ მოგცემს, კი არ გვექნება, მე უკვე ვარ დახსნილი. გამოსყიდული ვარ ქრისტეს სისხლით. მე გადარჩენა ღმერთმა საჩუქრად მომცა. მე კი არ მივახციე მას ის იმდენად დიდებულია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენჯერმე იმეორებს პავლე მოციქული ეფესელთა წერილში, რომ რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ და არა ჩვენი მცდელობის შედეგად რომ მივიღეთ რაც მცდელობით უნდა მიიღო, ეგ საზღაურია. მაგრამ რაც საჩუქრად გეძლევა, აი შენს თავში უნდა დარჩა თქვა, მე ვერ გძნობ, მე არ მაინტერესებს რაც თქო, მე რწმენით დავდივარ და არა ხილვით. მე 2 კორინთელთა 5:7 ამბობს, რომ ჩვენ რწმენით დავდივართ და არა ხილვით. მე დახსნილი ვარ, მან გვიხსნაო, კოლოსელთა 1:13-ში წერია, მან გვიხსნა ჩვენ და შეგვიყვანა თავის ძის სასუფეველში. კოლოსელთა 1:13 ამბობს, რომ მან გვიხსნა, ვინც 12-ში უნდა გადასცეთ, მე მან გვიხსნა, კი არ გვიხსნის, მან გვიხსნა უკვე. მან გამოგვისყიდა უკვე, მან დაგვარჩინა უკვე და ერთხელ იესო ქრისტესთან ლუკას ახარებაში ხედავთ, რომ მოვიდნენ მისი მოწაფეები, 70 მოწაფე და სიხარულით, ყველა მის ასადგილებს. სიხარულით ხარობდნენ უფალო შენი სახელით, ეშმაკებიც კი გვემორჩილებიანო. შენი სახელით უფალო ეშმაკებიც გარბიან ჩვენგან. შენ სახელს ვახსენებდი, ისინი გარბიან. პასუხი ქრისტესი, ვაუ, მალადეც. ოჩახ თქვენ, რამდენი შეგძლებიათ, კარგად გამოგდით საქმე, ქრისტემ არ უპასუხა. ნახეთ, მოწავიკითხოთ. სიხარულით დაბრუნდნენ 70, ლუკას 10:17-დან ვკითხავ. სიხარულით დაბრუნდნენ 70 და უთხრა უფალო შენი სახელით, ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან. მან კი უთხრა, დავინახე სატანა ელვასავი ციდან გადმოვარდნილი. ვერ უნდა აი გაძლევ თქვენ ძალაუფლებას, გველებს და მორელებს და თქვენ არაფერი არ გევნებათ, მაგრამ ერეუბნება. მაგრამ ეს ნუ გიხარიათ, რომ სულები დაგემორჩილნენ. არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცათაშინა და ჩაიწერა შენი სახელი სიცოცხლის წიგნში წერია. პირველი რეაქცია რაც მაქვს მე ამაზე, იცი რა იყო, რაში ავიბენი და რაში ვიყავი აბლანდული? მე არ ვარ ღირსი. მე არ მჯერე რომ ეგეგრია. პირველი რა აზრიც მოგდის, მე სიცოცხლის წიგნში ვარ უკვე, მან ნახეთ, კიდევ მეორებ. ეფესელთა 2:8. მადლით ხართო გადარჩენილები. კი არ იქნები როდისღაც. შენ ან ხარ, ან ვერ იქნები ვერასდროს. მადლით უკვე ხარ გადარჩენილი. რწმენის მეშვეობით, და რა რწმენაზე აქ ლაპარაკი, კრებაზე რო დადიხარ? ან შენ თავს რო ერწმუნე, არა, ღმერთის სიდიადეს რო ერწმუნე, რომ მე საჩუქრად მან გადარჩენა მომცა. ზეცაში არავინ არ მოხვდება და ვერავინ ვერ მოხვდება და არც არავინ არ მოხვედრილა, რომ რაღაცა დაიცვა და გადარჩა. გადარჩენა არის საჩუქარი და ღმერთისგან მოდის და არა ადამიანობის კაიკაცობით. რომელიმე ადამიანიც არ უნდა აიღოთ, ავიღოთ მოსე, ავიღოთ აბრაამი, ავიღოთ ყველა ის წმინდანები, ვისაც კი ჩამოვთვლით, შეიძლება ბიბლიაში ვნახოთ, ვერავინ ვერ შეძლო მიეღო გადარჩენა, გამართლება, გამოსყიდვა, ღვთის შვილობა ვერავინ ვერ შეძლო, მაგრამ ღმერთმა ჩვენ, ნახეთ, მესამე თავი, პირველი იოანეს მესამე თავის, როგორ იწყება? პირველი იოანეს მესამე თავის პირველი მეორე მუხლები. ნახეთ, რა ძალიან საინტერესოა, ესეც საზეპიროებში გვაქვს ჩვენ და ნახეთ. ნახეთ, როგორი სიყვარული მოგცა მამამ. რა სიყვარული მოგცა და როგორ უყვარვართ? რათა გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. საიდან გავხდი მე ღმერთის შვილი? ვიცავ რაღაცებს და რაღაცებს ვაკეთებ და თუ ღმერთმა შვილობა მოგცა, თუ ვინმე დამარწმუნებს ამაში, რომ ის ღმერთის შვილი გახდა, იმიტომ რაღაც აკეთებდა, მატყუარა და წმინდა წერილის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. აქ წერია, ნახეთ, რაოდენი სიყვარული მოგცა ღმერთმა, რომ შენი სახელი ჩაიწერა
ზეცაში. იცი რა რთულია ირწმუნოს, რომ ჩემი სახელი ახლა წერია სიცოცხლის სიტში. პირველი აზრი რაც მოგდის მე ვერ ერწმენა არც ასე იოლი არ არის, რომ დაიჯერო რომ ღმერთი არ გითვლის დანაშაულებს და ცოდვას. მეორე კორინთელთა მეხუთე თავში 18 მუხლიდან 21 მუხლამდე სერია არ ჩაუთვალავ მათი დანაშაულებანი და ბრალი და მოგცავ შერიგების სიტყვა. არ ჩაუთვალა ნიშნავს გან არ აქვთ ადამიანებს სისუსტეები, მაგრამ ამ სისუსტეებით ვერასოდეს ვერავინ ვერასდროს ვერ მიიღებდა იმ ყველა ჩამონათვალსასაც მე ვამბობ. ვერც სიცოცხლის სიგში იქნებოდი, ვერც გამართლებული, ვერც გამოსყიდული, ვერც გადარჩენილი, ვერც ღმერთის შვილი და ვერც ღმერთის მემკვიდრე. ვერ იქნებოდა ვერავინ, მაგრამ ღმერთმა ინება მისი სიდიადე უნდა იქნეს ჩემს წარმოსახვებში მუდმივად რეალებდეს, რომ როცა ვდგევართ და ვადიდებთ. ღმერთო რა გაგვიკეთე ეს, რა გამიკეთე ღმერთო. ეს რა გაგვიკეთე, ჩვენ როცა ეს გვეცხადება, ჩვენ აქ შეიძლება ხტუნაობდეთ სიხარულისგან და მე მინდა რომ როცა ქუჩაში ვივლით, შენ უნდა იარო ბედნიერმა და ნეტარმა, იმიტომ კი არ რომ გეშლება, იმიტომ რომ შენ არაფერი გააკეთე, ხოლოდ ერწმუნე რომ მან გააკეთა ყველაფერი რომ ეს ასე ყოფილიყო. შეგიძლია ეს ირწმუნო რომ არაფერი გააკეთე, მაგრამ მან გააკეთა ყველაფერი შენთვის და ჩემთვის. ძალიან მიყვარს მე ბიბლია, ძალიან მიყვარს მინაწერილები, რომლებიც ამას ცხადად და ცხადად გვეუბნება. ნახეთ. გალატელთა 4:7 ამბობს. შენ აღარ ახარო მონა, ცოდვის მონა, ქვეყნიერებაზე მონა, შენ უკვე ძეხარო. ღმერთის მიერ, ასერია, ღმერთის მიერ. შენ ძე გახდი, იმიტომ რომ ბიბლიას კითხულობ, შენ ძე გახდი, იმიტომ რომ მარხულობ, შენ ძე გახდი, იმიტომ რომ სუფთად ცხოვრობ. მე ცოტა სხვა რაღაცებს გეტყვით, როგორ ხდება ჩვენი გადარჩენის ნამდვილი აღიარება შემდეგში. შენ იმიტომ კი არ ხარ ძე, რომ რაღაცა გააკეთე. არც არასდროს არაფერი არ ეცადა, რომ ღმერთს მოაწოდო თავი. უთხარ ღმერთო, გაოგნებული ვარ შენს გემოვნებაში. ღმერთო, არაფრის გამკეთებელს ყველაფერი მომეცი. ეს ისეთი რაღაც არის, ვერ ჯდება. რაღაცა უნდა გავაკეთო, რაღაცა მივიღო თორე. რაღაცა თუ არ გავაკეთე, ჩვენ რაღაცა გავაკეთეთ, რომ აქამდე მოსულიყავით, თორე თან რამდენი გავაკეთეთ ის რაღაცა, მაგრამ წარმოიდგინეთ შეუფასებელი, მიუღწეველი უსასყიდლოდ და მადლით. ზოგჯერ ჩვენს ტვინში რევოლუციური ძვრები მიდის. ვერ გავიგე. აი ეგრე ვერ გავიგე მეც. ეგრე ვერ გავიგე მეც და ავიბენი. და ვცდილობდი მიმემატებინა რაღაცა მადლისთვის. რაღაცა გამეკეთებინა. წლების განმავლობაში ზოგჯერ ფეხაკრეფით დავდიოდი, ღიმინიც მქონდა სხვანაირი, რომ ჩემი სახელი ჩაწერილი იყო სიცოცხლე, გადარჩენილი იყო, გამოსყიდული ყოფილიყავი, ღმერთის შვილი გამხდარიყავი. ეს ყველაფერი არის სატირელი. ამ გამოვლილ გზებს რომ დააგვირდები, იტყვი ღმერთო მიშველე, რამდენი რაღაცა ჩემს ცხოვრებაში აბლანდული იყო, ერთი რაღაც ამბართებდა, მადლიერი იყავით ღმერთისა ყველაფრისათვის, რაც მან გააკეთა შენთვის, რაც მან გააკეთა ჩემთვის, ყველაფერი უსასყიდლოდ არის. თუ აიღებთ რომაელთა მესამე თავს, მე-20 მუხლში წერია, ერთად დაიხშოს ყველას პირიო, რომ ვიღაცამ სადოს კიდე რაღაცა ამ ყველაფერს მიაღწიოს თავისით. და მთელი მსოფლიო ბრალდებული იყოს ღმერთის წინაშე, მაგრამ 21 მუხლიდან იწყება მე 22 მუხლამდე მესამე თავში. ახლაო ჯულის საქმეებისა და რაღაცა საქმეებისაგან დამოუკიდებლად გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რომელზეც გველაპარაკებოდა ჯულის და წინასწარმეტყველიც, რომ ღმერთი ამას საჩუქრად მისევდა, რასაც ვერ აღწევდნენ ადამიანები. და უსასყიდლოდ მართლდებიან, ასე წერია. უსასყიდლოდ მართლდებიან. არ არსებობს განსხვავება. არც იუდეველი, არც ბერძენი, უკვე პავლე ამბობს, უკვე განსაჯეთო იუდეველიც და ბერძენი ცოდვის ქვეშ არიან. ცოდვილი ბუნება ყველაშია. ამიტომ ნუ რასოდეს ნუ შეეცდები, გაიპრანჭო ღმერთის წინ.
შეეცადე მადლობა უთხრა ღმერთს, ესეც როგორ მღებულობ, ესეთი როგორ გამამართლე, ესეთი როგორ გადამარჩინე, ესეთი სახელი როგორ ჩაწერე სიცოცხლის, შენი ღმერთო გაოცებული ვარ, ვიხმარ ამ სიტყვასაც, დაშოკილი ვარ, მე გაოგნებული ვარ, როცა რწმენას ეხები, გაოცებული ხარ, ეს ბოლომდე თითქოს ვერ ციჯერებ, ეს პირველად გესმის, შეიძლება ეს გადაგებადო რა, არ ვიცი წავალ აქედან და მოვიწყდება ალბათ და ისევ იწყებს ადამიანი რაღაცა გააკეთო რომ ეს მიიღო. და ეშმაკი ისევ ცდილობს ადამიანი აბლანდოს და ისევ აცდევინოს, მიდი იქნები თუ ეცდები. შანსი არ აქვს დედამიწაზე 8 მილიარდ ადამიანს. ჯერ არავის არ ქონია და არც არავის რათა დაიხშოსო ყველას პირი და მთელი მსოფლიო ბრალდებული იყოს, იმიტომ რომ ედემის ბაღში უარი ვთქვით ღმერთზე. და ადამში ყველამ შესწოდა ასე წერია და მოკლებულია ღმერთის დიდებას. მაგრამ უსასყიდლოდ მართლდებიან. უსასყიდლოდ ხდებიან ღვთისშვილები. და იცი რა ბედნიერება ეს, როცა რწმენით გეხარ ასე. პავლე მოციქული ამბობს. მეორე კორინთელთა 5:7 ჩვენ რწმენით დავდივარ და არა ხილვით. მე ამბობს, არ ხეინად ვარო. არ ხეინად ვერ იქნები, რადგან საკუთარ თავს იცნობ. შენნაირი იქ ვერ მოხდება. შენნაირებს ადგილი არ აქვს იქ და ჩემნაირებს, ვინც იცის რომ ყველა ცოდვის ქვეშ ვართ, ჩვენ ერთი რაღაც შეგვიძლია მხოლოდ ვითვალთ მოგცოთ. მხოლოდ როლი ვითამაშოთ. მაგრამ როცა დაინახავ რომ მან ეს ყველაფერი მომცა. ეს მან გააკეთა ჩემთვის. მე რაოდენ დიდი სიყვარული მოგცა მამამო. რათა გვერქვას და ვიყოთ ღმერთის შვილები. საყვარელო, ახლა ღმერთის შვილები ვართ. კი არ ვიქნები მე ღმერთის შვილი რაღაცებს რო გავაკეთებ. ახლა ღმერთის შვილები ვართ. ოღონდ ჯერ არ გამომჟღავნებულ არანი ვიქნებით. ჯერ არ გამომჟღავნებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ აქეთ არა, იქით გადაიტანე ყურადღება, ღმერთი შეყვარებულია შენზე. შენ მხოლოდ უნდა ირწმუნო. უნდა ირწმუნო, რომ შენნაირ, შენ თვითონვე რომ ცუდად ეკცევი, ის ამბობს, მე ამ ყველაფერს არ გითვლი. იოანეს 3:16, ხო ყველამ ვიცით. ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, რომ მისცა თავისი მხოლოდ შვილიძე, რათა ყველა მისი რა უნდა ირწმუნო, ყველა მისი მორწმუნე არ დაიღუპოს. რა არის ქრისტეს რწმენა, რო იყო დედამიწაზე, ეს არის ქრისტეს რწმენა? არა, რომ მან მოგცა ყველაფერი ის, რაც მიუღწეველი იყო. საჩუქრად მოგცა. ქუჩაში რო ივლი, თუ ამ სიტყვას მართლა მიიღებ როგორც ღმერთის სიტყვას, მე იმის მერე როცა მივიღე ეს სიტყვა, სახლში ვზივარ და უბედნიერესი ვარ. ჩემ თავთან და ღმერთთან. რწმენით. არ ხეინად ვარ. მეორე კორინთელთა 5:6 და 8 პავლე ამბობს, არ ხეინად ვარ, მირჩევნია სხეულს გავშორდე. მე რა წამშიც არ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან, მე აუცილებლად მე ზეცაში მივალ. ანგელოზებზე 90 ფსალმოში წერია, თავის ანგელოზებს უბრძანა შენზეო. შენ უნდა მიიღო ეს რწმენით, რომ შენზე უბრძანა, დაგიცვა ყველა შენს გზაზე. შენ ზეცაში იმიტომ კი არ მოხვდები, რომ ფეხაკრეფილი დადიოდი და რაღაც არ გააფუჭე, ან რაღაცა გააკეთე. არც გაფუჭებული და არც გაკეთებული. ვერ შეგიშლი შენ ხელს. თუ ირწმუნე რომ მე ბევრი გავაფუჭე, მაგრამ შენ ხო გააკეთე ჩემთვის ღმერთ. მე მწამ შენი გაკეთებული და არა ჩემი გაკეთებული ჩემთვის. შენ გაკეთებულს ვერ წმუნე ღმერთო. გაგიგია შენ გენაცვალე. ეს სიტყვა ღმერთი გვენაცვალა ჩვენ. ის გეუბნამ შენ გენაცვალე ხვიჩა, შენ გენაცვალე, შენთვის მაქვს ასე ჩქარა. როცა გაიგებ რომ ღმერთი გენაცვალა. თუ გაიგე რომ ღმერთი გენაცვალა, ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი რა შეიძლება იყოს. რა შეიძლება რომ რწმენით თავი ხარ და ღმერთო რა დიდებული ხარ. ვერ წდები, ვერ გებულობ, მაგრამ ჩემი გული მადლიერია. მე უბედნიერესი ვარ. მორწმუნეს არ არის კრებაზე დადის და რაღაცა როლს თამაშობს, არა. შენ ასეთი მიმიღე, შენ ასეთს მენაცვალე და მე მიხარია. და მე მართლის მადიდებელი ხდები. მე მართლმადიდებელი, მოდი ვარ სადიდებლად ღმერთს. ღმერთი განდიდეს და ვადიდებ ღმერთს იმ დიდებული საქმეებისთვის, რაც მან გააკეთა და რასაც ამჟღავნებს და ამჟღავნებს ჩვენს ცხოვრებაში. ამინ. კიდევ ბევრი არის ამაზე დაწვრილებით სალაპარაკო, კარგი იქნება თუ კი ამის შესახებ მსჯელობა უფრო ღრმა იქნება კიდევ ეკლესიაში. არაფერი. მხოლოდ ირწმუნე.
საპყრობილეზე და მხედველზე ყველა მიცის, ხო, პავლე და სილა რო ლოცულობდნენ და ინგრა იქ კედლები, დაკეტილი კარებები და ესეთი რაღაც ჩანს. გამოვარდა ეს საპყრობილეზე და მხედველი და შეკითხვას ვავს, რა უნდა გავაკეთო რომ გადარჩეო? ეს არის ბუნებრივი მომენტი. შენ რა უნდა გააკეთო? გამკეთებლებმა ვერაფერი გააკეთეს. და პავლე მოციქული ეუბნება, ირწმუნე უფალი იესო ქრისტე, რომ მან გააკეთა შენთვის და შენ გენაცვალა ის. და ირწმუნე და გადარჩები შენს და მთელი შენი სახლეულობას. ცი რა რთულია ირწმუნე? ეგრე იოლად? აი ადამიანები 100 ლარი რო გამოიმშაონ, მართლა ძალიან მძიმე შრომით შრომობენ. როგორ ის შეუფასებელი სიმდიდრე არაფრის ფასად მომეცა? როგორ არაფრის ფასად? ღმერთს ერწმუნე მის სიდიადეში. და ღმერთს ერწმუნე იესო ქრისტეს მეშვეობით, რომ მან ისე შეგიყვარა, რომ თავისი საკუთარი ძე გამოგზავნა. შენ მართლა კიდევ ვიხმარ ამ სიტყვას, შენ გენაცვალა იესო. მართლა შეგვენაცვლა იესო. და ღმერთმა ამით დაგიმტკიცა და გითხრა, სხვა მტკიცებულება აღარ მჭირდება, თუ ამას არ ერწმუნები, მაშინ სხვა რა უნდა გავაკეთო? დაიღუპავ თავს. მაგრამ თუ ამას ერწმუნები, შეგიძლია არხეინად იყო. მისვენეთ ყურადღებით. ერთ ადგილს ავიკითხავ, სანამ საკითხს შევეხები, საკამოციკულთა წიგნში ნათლად ჩანს პავლე მოციქულის აბლანდულ მდგომარეობას, როგორ ისინი იყვნენ აბლანდულები, თორე პავლე არ იყო აბლანდული თავის ქადაგებასა და საქმიანობაში. და რომელთა წერილში პავლე მოციქული ხსნის, რომ რაკეთა ჩვენ სულ სხვა რამეს ვასწავლეთ და ხალხი რას გებულობს და სულ სხვა ინტერპრეტაციას უწევს ჩვენს ნათქვამ ქადაგებას. ნახეთ, რომელთა მე-9 თავი 30-33 მუხლები ძალიან ძვირფას სიტყვები არის აქ. მაშ რაღა ვთქვათო პავლემ, შეკითხვას ვავს, ესე მსჯელობენო ჩვენზეო. წარმართებმა, რომლებიც სიმართლეს, გადარჩენას, გამოსყიდვას, ღვთისმშობლობისათვის ჭხირი არ გადაუტრიალებიათ, არ მისდევდნენ აი ამ ყველაფერს, მიიღეს ყველაფერი და მიიღეს რწმენისაგანო. ერწმუნენ ღმერთს და მიიღეს. ხოლო ისრაელი, რომელიც ბოდიშთა სიტყვაზე წელებზე ფეხს იდგავდა, სჯულის მიმდევრები იყვნენ და ყველა წესს და ყველა კანონს იცავდნენ, 613 კანონი ჰქონდა და კანონებში კიდევ ბევრი კანონები ქვემოთ, სიტყვიერი გადაცემით თუ დაწერილი, იცავდნენ ზედმიწევნით და ვერ მიაღწიესო, ვერაფერიც ვერ მიიღეს. და პავლეს შეკითხვას, რატომ? გინდა თქვა რომ ყველაფრის მცდელმა ვერაფერი ვერ მიიღო და არაფრის მცდელმა ყველაფერი? შეკითხვას რატომ? იმიტომ რომ რწმენაში კი არ ეძებდა რომ ღმერთის სიდიადე დაენახა და ვირწმუნოთ რომ ღმერთი რა დიდებულია ჩვენს მიმართ. ამაში კი არ ეძებდა, არამედ სჯულის საქმეებში, რაღაცა კეთებაში, ვინაიდან შებრკოლდნენ შებრკოლების ლოდზე, როგორც წერია, აი დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდესო და ყოველი ვისაც ის წამს არ შერცხოვა. ეშმაკს ერთი არაღი აქვს. მსჯავრდადება. შენი არასრულყოფილებით ან უნდა გათამაშოს თვალთმაქცობის როლი, ან მსჯავრის ქვეშ უნდა ყავდე. შენ არაფერი არ გეკუთვნის, შენ ვერაფერს ვერ მიაღწევ და მე უნდა ხშირად ვთქვა ამინ. მე არ მეკუთვნის. უსასყიდლოდ მომცა, რომ მეკუთვნოდა, იმიტომ კი არ. უსასყიდლოდ მომცა და ამიტომ ის ჩემთვის არის ვისაც ვეტრფი და ვინც ივანე წერს თავის წერილში, ჩვენ იმიტომ კი არ გვიყვარს ღმერთი, რომ გვიყვარს. ჯერ მან შეგვიყვარა და ეს რო გავიგე, რომ მან შემიყვარა, ეხლა მე უკვე მეწყება ბოდვები, როგორ შემიყვარა, ისე კი არ შემიყვარა უბრალოდ რომ გული დაიხატა ღრუბელზე. არა, მან ისე შემიყვარა. გამომიგზავნა საჩუქარი და გამომიგზავნა საკუთარი ძე, რომ ჩემს გამოსახსკით, ჩემს გადასარჩი, ყველაფრად რომ მიმეღო მე ეს საჩუქარი. იცი რა რთულია რომ არ მიიღო და კიდევ ეცადო რაღაცის კეთება. და თუ შეეცდები და მადლიერი არ იქნები და ბედნიერი არ იქნები, აცდები იმ ვიწრო გზას, რომელიც ქრისტემ გაკვალა. ჩვენ შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ. ვიზე იმოდო თქვათ, მე
ღმერთო არაფრით მივიღე გამართლებაც, გადარჩენაც, გამოსყიდვაც, ყველაფერი. ჩემი სახელი ჩაწერილია სიცოცხლის სიტყვაში. ანგელოზებმა იციან ეს. შენი სახელიც და იმათიც, ვინ ჯერ არ მოსულა ქრისტესთან. თუ ავიღებთ ტიტეს წერილი მეორე თავის მე-11 მუხლიდან წერია, გამოჩნდაო ღმერთის მადლი ყველა ადამიანის მხსნელი. 8 მილიარდივე ადამიანს ღმერთმა გამოუგზავნა მას ნებავს რომ ყველა გადარჩეს. ყველა ადამიანის მხსნელია ეს მადლი. მადლი უსასყიდლო საჩუქარია. უსასყიდლოდ აძლევს ღმერთი ადამიანებს ამას. მხოლოდ რწმენით. მხოლოდ უნდა ერწმუნოს ადამიანი და მიიღოს. ხშირად ქადაგებელმა შეიძლება იქადაგოს. ვერაფერი ვერ გავიგე, რა ვიცი, რაღაცას ქადაგებდა, რაღაცა ისეთ ეხებოდა, მაგრამ მე ვერ გავიგე. მე არ მინდა ჩემეც მაქვს შეკითხვა. დასაგებად ლაპარაკო? მისაღებია ეს და დადის ჩვენამდე, იმიტომ ლაპარაკობ, რომ მინდა რომ ჩვენ ენაზე ვილაპარაკოთ. რომ შინაურულად გავიგო, კი არ მოვისმინო, გავიგო. იაკობის 1:18 ამბობს. მან თავისი განზრახვით გშუაო ჩვენ და გავხადა შვილები. ვერაფერს ვერ გააკეთებ შენ ღმერთის შვილი გახდე. თუ გინდა დედამიწა 9 ჯერ გადაატრიალე. შეიძინე შენი გახადე და მე საფასურად მიდი და უთხარე, მომეცი ღმერთო რომ შენი შვილი გავხდე. შენი მემკვიდრე ვიყო. ტყუილი. ვერაფერს ვერ გააკეთებ ამისთვის. არაფერი საფასური არ იქნება ამისთვის. ის საფასური რაც მოგვეცა შეუფასებელის დაფასება უნდა დავიწყოთ. საჩუქრად მოცემული შეუფასებლის დაფასება, რომელიც ღმერთმა კურთხევად და სიკეთეთ მოგცა. ეს თემა ფართოა და დააშორს აგვიყვანს თუმე დაწვრილებით კიდევ შევალ სიღრმეებში, მაგრამ ამით მინდა დავამთავრო პირველი ნაწილი და ცოტა დრო გვაქვს და მეორე ნაწილს კიდევ გავაგრძელებთ უფრო მეტად და მე დროში მინდა რომ ჩავედიო. მეორე ნაწილი უკვე ლაპარაკობს რაც მოგეცა ღმერთისგან და თუ მართლა მიიღე, აუცილებლად დაგეტყობა. თუ ღმერთმა ეს მართლა რწმენით მიიღე, რომ მოგცა და გაქვს, შენ შეუძლებელია ჩვეულებრივი დარჩენ. შენში უკვე რაღაცა ცვალებადობები იწყება და გინდა რაღაცით გამოხატო მადლიერება. ოღონდ ეს მადლიერება არ არის გადარჩენისთვის. გადარჩენილი რო ხარ, ღმერთს გინდა უთხრა, ღმერთო, რა გავაკეთო ახლა? ამ ხელა დავალებულ მდგომარეობაში, ასეთ გამონათქვამიას ისე დანაკბილს არ უხდის თუ რაღაცა. ხوارი, რომ ისეთ იმაში ვარ დავდუმდი, დავუმჭდი. მე ვერწმუნე ეს ღმერთო, ახლა ერთხელ ვია დოლოროსას საგალობელი მოვისმინე. ესეთი რაღაც თქვი ღმერთო. შენ თუ ესეთი ფასით დაუმისყიდე. აი როგორ უნდა ვიცხოვრო მე? ესე აი არ ხეინად რაღაცნაირად რომ მე არაფრით არ გემსახურო და არ გამოყვე და არ გავხდე როგორც ეფესელთა მე-4 თავში წერია მერვე მუხლში. ავიდა მაღლობზეო და დაატყვევა და ნიჭები მის ადამიანებს. რას ნიშნავს ავიდა მაღლობზე და დაატყვევა? მაღლობი არის გოლგოთის ჯვარი. და ჩვენ ცოდვის ტყვეებს ქრისტე ეკვებდა მე შენთვის ვკვდები. და ცოდვის ტყვე რო უყურებს რომ ჩემთვის ვინ კვდება, ღმერთის ძე მოვიდა ზეციდან. უცოდველი კვდება ჩემთვის. თუ შენ ამას უყურებ რომ ქრისტე კვდება შენთვის და ვია დოლოროსოს გზაზე იხდის ამ ხელა საფასურს. და ამის გაგება არის რომ ეს შენთვის ხდება. რაღაცა გემართება რომ ვეღარ ვიქნები მე ისე რომ მე არ ვიცხოვრო შენთვის, იმიტომ რომ შენ მოკვდე ჩემთვის. და ამ დროს იწყება სვლა ღმერთისკენ. აი მერე კი ყველა ძალა შეგიძლია ჩადო. მერე კი შეგიძლია თავიც დადო. და ქრისტესთვის შეეწირო კიდეც, რომ დაუმტკიცო მას სიყვარული და ამ ყველაფერს ექნება საზღაური. ამ ყველაფერს მოყვება საზღაური. ასე აკეთებდნენ პირველი ქრისტიანები, ლომებს რო უყრიდნენ, ისინი თანახმანი იყვნენ, მაგრამ გადარჩენისთვის კი არ იყვნენ ისინი. გადარჩენილები
იხდიდნენ ამ საფასურს, რომ მიეღოთ საზღაური. გასაგებია რასაც ვამბობ? ძალიან მინდა ერთი ადგილი ჩქარჩქარა გავიარო. მეორე ტიმოთეს წერილში, პავლე მოციქული პირველი თავის მე-9 მოხში, ორ სიტყვას ხმარობს და უკვე დევნა დაიწყო მეორე ტიმოთეს წერილში, იცით რომ ტიმოთე პასტორი იყო, ეკლესია იდეონება და პავლე ტიმოთეს ეუბნება, ტიმოთე მისმინე, რომელმაც გვიხსნაო ჩვენ და მოგვიხმო წმინდა მოწოდებით. ყურეთ, გვიხსნა, მაგრამ მარტო კი არ გვიხსნა, მარტო კი არ გადაგვარჩინა, რაღაცაც გვეუბნება, გეძახი, მე გეძახი შენ, და ჩემ წმინდა მოწოდებით. თუ შენ ჩემი ხსნა მიიღე, თუ შენი სახელო ჩაუწერე სიცოცხლეში, თუ გამოსყიდვა მიღებული გაქვს, მაშინ გეძახი მე, ვინც დაიხსნა უფალმა, ვინც გადაარჩინა, ეუბნება, გამომღები. წმინდა მოწოდებით, რატომ? სხვაც გადავარჩინოთ. სხვაზეც ვიმუშაოთ, რომ იქნებ არავინ დაიღუპოს. წმინდა მოწოდებაა ეს. ღმერთი არ გაყვედრის დახსნას, წმინდა მოწოდება ნიშნავს თავისუფალებას გიტოვებს, ოღონ თუ ნამდვილად ღმერთისაგან ხარ დახსნილი. მეორე კორინთელთა 5:14-15-ში პავლე მოციქულს ქრისტეს სიყვარული თუ არ მოცულნი, როცა ასე მსჯელობთ, თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, მაშინ ყველამ თავიანთვის კი აღარ უნდა იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღსდგა. ქრისტეს სიყვარული თუ არ მოცულნი. ანუ იწყება ჩვენში ქრისტეს სიყვარულის გარემოცვა, რომ თუ მან ეს გააკეთა, მაშინ მე არ შემიძლია სხვანაირად და მას უნდა რომ ყველა გადარჩეს და გეუბნება, წმინდა მოწოდებით გეძახი, იშრომებ ჩემთან ერთად, გადაიხდი ფას, იცით, აქ რაღაცები კეთდებოდა, მარტო რჩებოდი ხოლმე ხშირად ღმერთთან, ყველამ თავისი იცოდეს, რა შეგიძლია რომ მიუძღვნა ღმერთს, შენი თავი, შენი შრომა, შენი ფინანსი, მე არ ვიცი, შენი ფიზიკური რაღაცა და შეგიძლია რომ ჩემთან ერთად იშრომო, რომ ღმერთის სამეფო გაძლიერდეს. აი ამას კი, რასაც გააკეთებს თითოეული ჩვენგანი, ამ ყველაფერს ექნება საზღაური. ამ ყველაფერს ექნება დიდი საზღაური და ბიბლია ლაპარაკობს ბევრს ამ საზღაურზე. გამოცხადების 22 თავში მე-12 მუხლში უფალი ამბობს, მე მოვდივარ იცოდეთ და ჩემი საზღაური ჩემს ხელშია, რათა ყველას თავისი საქმეების მიხედვით მიუძღვა. შენ მოგეზღვება არა გადარჩენას მოგცემს ღმერთი შენი საქმეების მიხედვით, არა გადარჩენილი რო იყავი მიძღვნილი ღმერთისთვის. არ გენანებოდა, არ გეზარებოდა, თავს საკლავდი და შრომობდი. როცა ამაზე ვლაპარაკობ, მინდა რომ აი ჩემს თავთან დავწერთ რა ღმერთო, მეც მინდა და მომეცი შესაძლებლობა, რომ გავიღო მსხვერპლი და იცოდეთ, თუ ჩვენთვის გასაგები იქნება ეს, რა დიდი საზღაური არის ამ ყველაფრის შედეგად, მაშინ ჩვენ ამაობაში არ დავიხარჯებოდით. არ გავფლანგავდით არც დროს, არც ფინანსებს, ამაში დიდი და მნიშვნელოვანი რამ დევს. პირველი კორინთელთა მე-3 თავში, მე-6 მუხლიდან მე-15 მუხლამდე პავლე მოციქული ხსნის. პავლემ დარგო, აპოლომ მორწყო, ღმერთმა გაზარდაო, მაგრამ ყველა მიიღებს თავისი შრომის საზღაურს. აუცილებლად გეკითხა თუ შეგიწირია ეკლესიისთვის დღესაც შესწირი რაღაცა ან თუნდაც რაღაცა საკეთებ უფლისთვის და იხარჯები ბიბლია ამბობს ყველა მიიღებსო ყველაში იგულისხმება ყველა მიიღებს თავის შრომის საზღაურს მაგრამ საზღაური არ არის მადლი და მადლი არ არის საზღაური მადლი სხვანაირად მიიღება ხოლო საზღაური სულ სხვანაირად და იქ ნახავთ მერე უყურეთო ვინ როგორ აშენებს, ვინ ქვას, პატიოსან ქვას, ოქროს ან ვერცხლს, ვინ უფრო მიძღვნილი, ვინ უფრო შეწირული, ვინ უფრო ერთგული, აი აქ შეგიძლია გამოხატო შენი დიდი სიყვარული ღმერთის მიმართ, შენი მართლა უთხრა ღმერთს, მინდა ვიცხოვრო შენთვის მომეცი ახლა ძალა, მომეცი შესაძლებლობა ეს გავაკეთო, ისე როგორც შენ გააკეთე ჩემთვის. პავლე მოციქული ფილიპელთა მე-3 თავში ეუბნება, იქნებ მივაღწიო მას, როგორც მან მომაღწია მე. ქრისტემ როგორ მომაღწია მე, იცით? მან გამოიარა ცანი, ასე წერია, ცანი. ჩემამდე მოსულიყო. და პავლე ამბობს, რაც ჩემთვის მოგება იყო. რაც ჩემთვის მოგება იყო, ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია. იქნებ მივაღწიო.
როგორც მან მომაღწია. ისინი იხდიდნენ ფასს, წარმოიდგინეთ, პავლე მოციქული მეორე კორინთელთა მე-11 თავს რო იღებს, ამდენჯერ მცემეს, იმდენჯერ ჩამქოლეს, აქ ვიყავი, იქ ვიყავი და არ წუწუნებს. მე ხარობ ჩემი ტანჯვებით. კოლასელთა 1:24-ში ამბობს, ხარობ ჩემი ტანჯვებით, იმიტომ რომ ვიცი რომ აქვს საზღაური ამ ყველაფერს. ვიცი ამ ქვეყნათაც აქვს საზღაური და იმ ქვეყნათაც. ძალიან ბევრია და ძალიან მნიშვნელოვანი. ამ ყველაფრის ირგვლივ სალაპარაკო. მაგრამ შევხედოთ პავლე მოციქულსა და ჯვარზე გაკრულ ავაზაკს. გადარჩა ავაზაკი თუ ვერ გადარჩა? გადარჩა. არც კი მონათლულა. არ დაწერა ვინ ცირწმუნებს და მოინათლება გადარჩება. ვერ მოინათლა ეს კაცი და გადარჩა. ქრისტე მოთხრა დღესვე ჩემთან ერთად იქნებ სამოთხეში. რა კი ირწმუნა ქრისტე და რა კი მიიღო ეს. მაგრამ განსხვავება ძალიან დიდია. რატომ აკლავდა პავლე თავს? რატომ ეწირებოდა ასე? ჩაქოლესო წერია პავლე. ლისტრასა და დერბეში რომ გამოიარეს წერია გამოვიდნენ ქალაქის ცხოვრები და ჩაქოლეს და ჩაქოლვა ის იმას კი არის რომ კენჭები ესროლეს. ჩაქოლვა ნიშნავს რომ კლავდნენ და დააგდებდნენ უკვე მკვდარს ერთი უნდა მისულიყო. აეღო დიდი ქვა, ფეხების ქვეშ დაეყენებინა მისი თავი და გაეხეთქა თავი, ამას ქვია საკონტროლო გასროლა. და პავლე რამდენჯერ გაუხეთქეს თავი პავლეს ასე. მკვდარს კიდე გაუხეთქეს თავი. წამოდგა წერია, ღმერთმა არ გაიყვანა სული მისი სხეულიდან. რას გააკეთებდი შენ და რას დამანებად თავი ვიტყვი ღმერთო მიშველე არა წამოდგა და შევიდა ქალაქში და ისე აი დაუნებებელი იყო არ დებდა კატასავით არ ეცემოდნენ და ისინი მარკოზმა იცით რაც გააკეთა ხო გაიქცა და დაიმალა და ჩვენ ხედავთ ღალატსაც და ერთგულებასაც მიძღვნასაც და თავგანწირვასაც ყველაფერზე პავლე ამს რაც ჩემთვის მოგება იყო წაგებად ჩავთვალე იქნებ ვილტვი, აი აქ მე-15 მუხლამდის ამბობს ფილიპელთა მე-13-ში, იქნებ მივახციო ქრისტეს უმაღლესი მოწოდების პატივისაკენ. არის იერარქია, ჩემო კარგო, საზღაურის იერარქია იქნება ძალიან დიდი. ძალიან დიდი იერარქია არსებობს, რას მიიღებს საზღაურად ღმერთისგან თუ შენ რაიმე გააკეთე უფლისთვის ამ მიწაზე. ბევრ მორწმუნეს არ სცემს საზღაურის და ძალიან ცუდი. საზღაური ამ ქვეყნათაც მოდის და იმ ქვეყნათაც. არავის არაფერში არსად არ უმართლებს. ყველაფერი საზღაურია. მარკოს სახარებაში ქრისტემ თქვა, მიათე თავის 29-30 მუხლები. თუ ვინმე ჩემი, ან სახარების გულისთვის. მიატოვა დედა ან მამა. ჩვენ სახლები დავტოვეთ ყველა. მე დილეშვით საათზე ავდექი რომ წამოსულიყავი. რა ძალა გადგია ვერ გავიგე. დაეტია შენ საწოლში რა თბილად. თუ საზღაურის რწმენა გააქვს. რომ ყველაფერს რასაც უფლისთვის გააკეთებ. ჩემი მანქანა სავსეა ბიბლიებით ახლა. დახალი აღთქმები და საბავშვო ბიბლიები და გასაფერადებლებით მანქანა ძლივს მოვდიოდი, წინას იდეას მილაგია. გადმოსაცლელიანი თლე. რა ძალა გადგია. არის საზღაური ყველაფერს. აუცილებლად მიიღებს ყველა თავის შრომის საზღაურს. მისმენად ყურადღებით, საზღაური იმდენად დიდია, რომ უნდა იყო დაინტერესებული. პირველი კორინთელთა მე-9 თავში, მე-18 მუხლში პავლე მოციქული ამბობს, მაშინ რა არისო ჩემი საზღაური? რა არის ჩემი საზღაური? ამდენ შრომობ, ამდენ მსახურობ, რა არის ჩემი საზღაური? შეკითხვას ვაქვს. არის საზღაური ღმერთისგან. და დღეს 5 რაღაცას ჩამოვთვლი. მისმენთ. 5 გვირგვინზეა ბიბლიაში ლაპარაკი. 5 გვირგვინზე. რომელსაც ღმერთი მისცემს ყველა მის მოყვარულებს. იაკობის 1:12-ში წერია. თუ ვინმე განსაცდელებს გაივლის უფლის გამო და დიდ ჭირს გაივლის, მიიღებს ცხოვრების გვირგვინს, რომელსაც დაჰპირდა უფალი ყველა მის მოყვარულებს. პირველი გვირგვინი. ცხოვრების გვირგვინი. ამ ცხოვრებაშიც ღმერთი სულიერ სამყაროში დაგადგავს გვირგვინს, რომელსაც ეშმაკი ცნობს, დემონები ცნობენ და ზეცაც იცნობს. პავლეს ჰქონდა ეს გვირგვინი თავზე ღმერთისაგან მინდობილი სახარებით. გახსოვთ ანგელოზი რო ჩამოვიდა და არ ჩაიძირა გემი და გადარჩნენ პავლესთან ერთად იმდენი ხალხი. იმიტომ რომ ანგელოზები ცნობდნენ და მოიწუხელისო ის ანგელოზი მოვიდა ჩემთან. ვისაც მე ვეკუთვნი და ვისაც მე მსახურები. იმ ღმერთისგან. გახსოვთ სკევას 7-ზე პავლეც ვიცით
ქრისტეც ვიცით. საიდან ცნობდნენ? იმიტომ რომ მას უკვე ცხოვრების გვირგვინი ჰქონდა. ღმერთისგან უკვე იყო მასზე მიცემული და კიდევ შეპერდა ღმერთი ყველა მის მოყვარულებს, ვინც ღმერთის გამო ცეცხლსა და განსაცდელებს გადის. მეორე გვირგვინი ბიბლიაში არის ყველა ძირითადად არის მსახურებისთვის, ვინც მსახურობენ, როგორც პასტორები, საოჯახო ჯგუფის ხელმძღვანელები, არასარებად უფლისთვის. პირველი პეტრეს მეხუთე თავში წერია მეოთხე მომხრში. წყემსეთ ღმერთის ეკლესია. და როცა წყემს თავარი დაბრუნდება, მიიღებთ დიდების უჭკნო გვირგვინს. არსებობს საზღაურები. მე არ ვიცი ზუსტად როგორია ის, მაგრამ ის დიდების უჭკნობი გვირგვინი აღთქმა არის, შეპირება არის ღმერთისგან ყველა ასე რა ვთქვათ, ბეჯით ყველა ღმერთისთვის შეყვარებულ ადამიანზე, ვინც უფლისთვის არინანებს და უფლისთვის იღწვის და ღმერთი შენ ხედავ, შენ შეგვირდი და ბიბლია ამბობს მეორე კორინთელთა წერილში პირველი თავი 17:21 მუხლებიამს ღმერთის აღთქმები ხო და ამინია. ერემიას 1:11-12 ამბობს მე ჩემი სიტყვის უკან ვდგევარ ღმერთმა თქვა რომ ყველაფერი შევასრულო. ამიტომ ღმერთის აღთქმები არის ხო და ამინი. ამიტომ მეორე გვირგვინი ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე გვირგვინი ეს არის ერთგულების გვირგვინი. გამოცხადების 2:10 წერია. სიკვდილამდე იყავი ერთგული, სიკვდილამდე და მოგცემო სიცოცხლის გვირგვინს. გამოცხადების მეორე თავი ხალხი გადიოდა დიდ სირთულეებს, მაგრამ ღმერთი უნდა ჭირი გექნება, სირთულეები იქნება, მაგრამ გთხოვ დადექი ბოლომდე. ჭირი გექნება თუ 10 დღე, სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს. მე ეს მოსმენელი მაქვს, არ შემიძლია ბიბლიური ჭეშმარიტებით ვამტკიცო ის, რომ ასეა დაწერილი. პირველ ქრისტიანებს ნერონი რო ხოცავდა და ისინი გამოხსნაზე უარს ამბობდნენ, რომ უკეთესი აღდგომისაც მიეღწიათ. ეს წერია ებრაელთა 11 თავში 33-35 მუხლებში. უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ და მათ ხერხავდნენ, ქოლავდნენ, აწამებდნენ, მაგრამ ისინი სიკვდილამდე რჩებოდნენ ერთგულები. აი ესეთი ქრისტიანობის მწამსვე და ღმერთმა მოგცეს ძალა რა შეეძლოთ. ასეთებს დავემსგავსოთ და მიუბაძოთ. თურმე მოიგონა ნერონმა ასეთი უბედურება. ქრისტიანებს დააყენებდა მაღლა და ჩამოსასრიალებელი იყო ასეთი, აი როგორც ბავშვები რო სრიალებენ ხოლმე გორკებს რო ეძახიან. და ფეხებს ასე ხე ქონდა გაბმული თურმე ასე. ძიმე რაღაცები ეკიდათ ეს. შუაში გაულესა რაღაცა რკინის, ესეთი ბრიტვასავით. მაღლიდან რო დაასრიალებდა, ერთი ნაწილი აქეთ ვარდებოდა და მეორე იქით ქრისტიანების. ზემოთ იდგნენ სულ ყველა ეუბნეოდნენ, თქვი უარი. ისინი ამბობდნენ, სიკვდილამდე გვითხრა, მალე იყავით ერთგულები. და ისინი ისთვის კვდები, ისთვის ცოლ-შვილი გელოდება, საქმეები გელოდება. რა ძალა კადგია, არც ერთი არ ამბობდა გამოხსნაზე უარს. არ ეთანხმებოდნენ გამოხსნაზე. და ყველა სიკვდილზე მიდიოდა. და როცა ეცემოდნენ ერთი მხედარ მთავარი რომაელი უცბად თვალები აეხილა და ხედავს იესო დგას და სულებს ღებულობს. ისე როგორც სტეფანეს ჩაქოლვისას. იქით გახლოს და სულები სხეულიდან რო გადიოდნენ, ქრისტე იქით გა და ღებულობდა და რო დაინახა ეს, თვითონაც ავიდა დადგა იქ და დაეშო ზევით. იცით არის საზღაური, თუ საზღაურს არ გწამს, მაშინ კრებებზე სიარულს რა აზრიებს. მე მჯერა რომ ღმერთი ერთგულებს. ერთგული იყავს სიკვდილამდე შვილო, სიკვდილამდე მიერთგულა და იცოდა რომ სიცოცხლის გვირგვინს. მე პირდები. ეს არ არის ხვიჩა არავის არაფერს არ პირდება. მეც შეპირების ქვეშ ვარ და თუ ამას გავაკეთებთ, უფალი დაგლოცავს და გვაკურთხებს. არის კიდე ერთი გვირგვინი. პავლე მოციქული ამბობს, უკვე დავამთავრე ჩემი ცხოვრება. სუფთად ვიცხოვრე, კეთილი ღვაწლით ვიხცოვდი. პატიოსნად ვიარე. ეხლა კი მომელს მე სიმართლის გვირგვინი. სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს მე უფალი. ეს არის მეორე ტიმოთეს წერილი, მეოთხე თავის 6 მუხლები, რომელსაც მომცემს მე მართალი მსაჯული. სიმართლის გვირგვინს, ეხლა ვკვდები, ჩემი წასვლის ჟამი დადგა ამბობს.
ეხლა უკვე ვამთავრებ საქმეს, მაგრამ კარგად ვიარე. შევასრულე რაც უნდა ღმერთ ჩემგან. ის არ ამბობს რომ მე გადარჩები, არა გადარჩენილი რო ვარ, გადარჩენილს მელოდება მე გვირგვინი. სიმართლის გვირგვინი და მომცემს მე ის და არა მარტო მე, არამედ ყველას მისცემს. გორელებსაც მისცემს, რუსთაველებსაც მისცემს, საქართველოში ყველა ცხოვრობს და დედამიწაზე ყველა ვისაც უხარია მისი გამოჩენა. 4 გვირგვინი გამოგვივიდა, ხო? და არის მეხუთე გვირგვინი. მეხუთე გვირგვინი ეს არის უხრწნელი გვირგვინი. პირველ კორინთელთა წერილში მე-9 თავში პავლე ამბობს ასპარეზზე მორბენალი. თუ იცით 24-27 მუხლებია. ასპარეზზე მორბენალი ყველანი გარბიანო. მაგრამ ვინც გარბიანო, ისინი ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, აი ოქროს მედალს რო ეძახიან. ხო? თავს იკავებენ ყველაფრისაგან. ერთი მახსენდება ხოლმე ჩემი ჯგუფელი იყო. მოჭიდავე იყო და გადაიკიდებდა თავის დიდ ჩანთას და გაძვრებოდა მე უნდა ვივარჯიშო. მიდიოდა თავს იკავებდა მისგანაც, უაზრო დროის ხარჯვისგანაც თავს იკავებდა ყველაფრისაგან და ის გახდა ჩემპიონი მერე. გადასახლდა გერმანიაში და ძალიან დიდი წარმატებები ჰქონდა. და პავლე ამბობს, შეხედეთო, ისინი ვინც ხრწნადი გვირგვინისათვის იბრძვიან, რა ფასებს იხდიან? თავს იკავებენ ყველაფრისაგან. ჩვენ კი უხრწნადი გვირგვინისათვის რა ფასების გადახდა მოგვიწევსო? ჩვენ უხრწნად გვირგვინს ველოდებით უფლისგან. და ბოლოს დავამთავრებ ამით. არის ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც უნდა გახსოვდეს. მორწმუნენი არ მიდიან სასამართლოზე. ისინი სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდნენ. ქრისტემ პირდაპირ თქვა იოანეს მე-5 თავის 24 მუხლი, ვისაც მე ვწამოვარ, ისო სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავიდა სასამართლოზე არ მიდის. რა კარგია რომ შენ გადარჩენილი ხარ უკვე და სასამართლოზე არ მიდიხარ. მაგრამ არის ერთი სამსჯავრო. ამ სამსჯავროს ქვია ქრისტეს სამსჯავრო. სადაც ყველა მორწმუნე უნდა მივიდეს. ხშირად სამსჯავროსაც კი არ ეძახიან, ეს არის სასაზღაურე უნდა მიიღოს ყველა. იქ მეორე კორინთელთა მე-5 თავში მე-10 მუხლში პავლე ამბობს, ჩვენ ყველანი ჩემო ძვირფასებო აქ ვინ ვართ, რამდენი ვართ? ჩვენ ყველანი პავლეობნეო, ყველა ქრისტიანს უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშეო. იცოდე, ყველა მივართ ქრისტეს სამსჯავროზე, ყველა, რათა თითოეულმაო იმის და მიხედვით მიიღოს, რასაც სხეულში სიცოცხლის დროს აკეთებდა და იქ არის ორი კატეგორია ჩამოთვლილი. კეთილს თუ ბოროტს. კეთილი რა არის? რაც ღმერთისთვის იმსახურე, რა მოტივით იმსახურე, სხვას მოსაჩვენებლად აკეთებდი ამას თუ მთელი გულით აკეთებდი, გულწრფელად დალალად აკეთებდი თუ არ, უნდა მიიღოს საზღაური. მაგრამ იქ წერია, მიიღებსო, ყველამ უნდა მიიღოს კეთილისთვის და ბოროტისთვის. რა არის ბოროტი? ძალიან ბევრი რამ რჩება საიდუმლოდ. დამეზარა, დამენანა, რაღაცებს აუარე გვერდი, წმინდა სინდისით არ ვიცხოვრე, პატიოსნად არ ვიცხოვრე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მისმინეთ, ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს. ჩემსას შენ არავინ მოგცემს და შენსას მე არავინ მოგცემს და სხვისას ჩვენ არავინ მოგცემს. ყველა მიიღებს თავისი შრომის საზღაურს. ძალიან მინდა რომ ამ თემას ჩაუღრმავდეთ ყველა. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ მიძღვნილი ქრისტიანები და ვიმსახუროთ უფლისთვის. ამ ქვეყნათაც ღმერთი იძლევა საზღაურს. იყო დრო რომ მე ვოცნებობდი რაღაცეებზე, მაგრამ ღმერთმა მოგცა ის. იმიტომ რომ ერთგულად მივყვებით უფალს. და ამ ქვეყნათვე ღმერთი იძლევა საზღაურს. საზღაური დაგლოცავს უფალი, გაკურთხებს ხელს, მოგიმართავს წინ წაგიძღობა და ბევრ სიკეთეებს გაზიარებს ამ ქვეყნათაც და შემდეგ საუკუნო სიცოცხლე. 100 მაგათ მიიღებ თუ ერთგული იქნები უფლის და შემდეგ საუკუნო სიცოცხლე. მე ჩამოთვლა გამიჭირდება რა სიკეთეები უკვე მოგცა ჩვენ ღმერთმა ამ ქვეყნად რომ ჩვენ ვიხალისოთ და გავმდიდეთ უფალში, მაგრამ უფრო და უფრო მეტად ვიქნებით იმდევარი და მიძღვნილი ჩვენ ზებუნებრივ
სიკეთეებს ნახავთ, რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენ ადამიანს გულზე ფიქრად არ მოსვლია, ის მოუმზადა ღმერთმა მის მოყვარულებს.